ადრე რომ იტყოდნენ მეოთხე სტადიის კიბო, ძირითადად გულისხმობდნენ რომ ამ ადამიანს დარჩენილი აქვს ძალიან ცოტა. და ეს იყო როგორც დასასრული. დღეს ეს შეიცვალა და მარტო მეოთხე სტადიის სიმსივნე ვისაც აქვს, აი ექიმები არ ეუბნებიან რომ მარტო კომფორტში ვამყოფოთ ეს ადამიანი, არამედ აქტიურად და აგრესიულად მკურნალობენ და ბევრი ადამიანი საერთოდ იმკურნება ბოლომდე და ეს არის თანამედროვე მედიცინის უდიდესი მიღწევა. ჩვენ არ გვინდა ადამიანებს დავკმაყოფილდეთ იმით რომ თქვათ სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდოს მეოთხე სტადიაში ან მესამეში ან ასე. ჩვენ გვინდა რომ ბოლომდე უმკურნალოთ სიმსივნეებს და ამისკენ მიდის კაცობრიობა და არის კითხვები, ანუ არის სირთულეები, სამწუხაროდ ჯერჯერობით სიმსივნე ისევ თავარი მკვლელებს შორისაა მსოფლიოში, მეორე ადგილზე, პირველზე გულის დაავადებები, გულის ხლდართან და მერე არის სიმსივნეები. ანუ უდიდესი პრობლემაა რეალურად ჯერ კიდევ სიმსივნე ადამიანებისთვის და თანამედროვე მედიცინა მაქსიმალურად ცდილობს რომ სიმსივნეს არ მიუდგეს როგორც ერთ დიდ პრობლემას, ადრე ესე ფიქრობდნენ რომ სიმსივნე არის რაღაც ერთი დიდი, არ არის ეს ერთი დიდი პრობლემა, ეს არის ძალიან ბევრი უნიკალური დაავადებები, რომელსაც ჭირდება შესაბამისი მკურნალობა. მეოთხე სტადიის კიბოს როცა ამბობენ, გულისხმობენ რომ მეტასტაზებია უკვე არა მარტო თავარი კიბო არსებობს, თავარი კერა, არამედ მეტასტაზებია შორს წასული თავარი ადგილიდან, შეიძლება თქვა ღვიძლში განვითარდეს თავიდან სიმსივნე და მერე წავიდეს ძვლებში ან წავიდეს ტვინში. აი ეს არის მეტასტაზები ან ფილტვებში. და მას შემდეგ რაც მეოთხე სტადიაში არის სიმსივნე ან შორეული მეტასტაზები, ზოგადად ძალიან რთული სამკურნალოა, მაგრამ აი მთელი მედიცინის საოცრება ზუსტად ეგ არის, რომ ეს ადამიანები რომ რასაც ცხოვრობდნენ, ადრე იყო თვეებზე საუბარი და ეხლა ზოგჯერ 5-ჯერ და 10-ჯერ მეტხანს ცოცხლობენ, ზოგჯერ ბოლომდე იკურნებიან. და ჩვენი მიზანი ზუსტად ეს არის, რომ გაიზარდოს. მსოფლიოში ამ მომენტისთვის 40 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სიმსივნით და ფილტვების სიმსივნე არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც აქვს ძალიან ბევრ ადამიანს. ფილტვების სიმსივნე ერთ-ერთი მომაკვდინებელია და ძნელი სამკურნალოა ძალიან და მაგრამ ამ ბოლო ხანებში, ბოლო 10 წელიწადში, ბოლო 20 წელიწადში უფრო დაახლოებით გასამაგდა გადარჩენა ფილტვების სიმსივნით. ადრე თუ იყო საუბარი თვეებზე, ეხლა არის წლებზე, ანუ შეიძლება იცხოვროს ადამიანმა სიმსივნით შეიძლება დაიღუპოს, მაგრამ იცხოვროს წლების განმავლობაში და არა თვეების განმავლობაში და ზოგი ადამიანი განიკურნება საერთოდ. ყველა სიმსივნე არის განსხვავებული. განსხვავებული მიმდინარეობა აქვს, ანუ ორი ადამიანის ერთნაირი სიმსივნეც კი განსხვავებულად იქცევა ხოლმე. ამიტომ ეს გვიბიძგებს რეალურად, რომ მაქსიმალურად სიმსივნის მკურნალობა იყოს პერსონალიზებული, ანუ მორგებული იყოს კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ სიმსივნეს და არა ზოგადად. მეორე დიდი პრობლემა არის, რომ სიმსივნე იმალება ხოლმე იმუნური სისტემისგან ხშირად, ან ჩვენი იმუნური სისტემა ასინომლეში ძალიან ძლიერი იარაღია, მაგრამ ასევე ჩვენი იმუნური სისტემა ვერ ხედავს სიმსივნეებს, ვერ ებრძვის სიმსივნეს და ეგ ძალიან დიდი პრობლემაა და ზუსტად ეგ არის მთელი მუღამი თანამედროვე მედიცინის, რომ იმუნოთერაპიის, რომ ჩვენი იმუნური სისტემა მოვაწყოთ ისე, რომ იცნონ სიმსივნის უჯრედები თავს დაესხან და მოკლან, იმიტომ რომ ძალიან დიდი იარაღი გიჭირავს ხელში, ერთადერთი ჩვენ გვჭირდება, რომ ამ იარაღმა დაინახოს სამიზნე. და მელანომის შემთხვევაში, ფილტვების კიბოს შემთხვევაში, ჩეკპოინტის ინჰიბიტორებს ეძახიან მაგალითად, გაზარდა მნიშვნელოვნად ხანგრძლივი გადარჩენა ადამიანის 5%-დან 30%-მდე, ანუ 5-ჯერ გააუმჯობესა ადამიანის გადარჩენა, რაც ძალიან დიდი საქმეა. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ვაწყდებით, არის რეზისტენტობა ქიმიოთერაპიის მიმართ. მაგალითად, თქვა პირველი 2 წელი ეფექტურია ეს ქიმიოთერაპია და მერე აღარ არის ეფექტური. და
მადლობა რომ დაინტერესდი. ამ ვიდეოს ვქნი უკვე 8 წელზე მეტია კვლევებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის სამედიცინო ინფორმაციით. არხზე დღეს 1700-ზე მეტი ვიდეოა. თუ აქ მიღებული ცოდნა გეხმარება და გაქვს საშუალება, მხარი დაუჭირე არხს დონაციით. შენი მხარდაჭერით მეტ ადამიანს დაეხმარები იცხოვროს უკეთესი ჯანმრთელობით. ეს დიდი პრობლემაა კიდე და ამისთვის მულტიმოდალურ თერაპიას ეძახიან, რომ ანუ არა ერთი პრეპარატის ან არა ერთი ქირურგი და არა ერთი რაღაცით შეუტიო, არამედ სხვადასხვანაირად შეუტიოს იმ სიმსივნეს, რომ ერთი თქვათ ქიმიოთერაპიის იმედზე არ იყო. ამიტომ მულტიმოდალური თერაპია ძალიან მნიშვნელოვანია. სიმსივნე ევოლვირებს დროთა განმავლობაში და ზოგჯერ არის რომ კარგავს ეფექტურობას ეს პრეპარატები ან რომელიმე პრეპარატი არ არის ეფექტური და ამიტომ ერთ-ერთი დამატებით თანამედროვე იარაღი რაც არის ანტისხეულ წამლის კონუგატებს ეძახიან, როცა ანტისხეულებს დაუმატებენ წამალს, ანუ ანტისხეულს გააკეთებენ, რომელიც მონიშნავს სიმსივნის უჯრედს, მიაბავენ იმას წამალს და აი ეს ქიმიოთერაპიის წამალი ურტყავს პირდაპირ სიმსივნეს და კლავს სიმსივნეს. და ამ სიმსივნეს დაახლოებით ესე რა, რომ რაკეტაზე რომ GPS-ი დაამაგრო და ეს GPS-მა უთხრას ლოკაცია, რომ აქ წადი და იქ ააფეთქე. აი ეგეთ რაღაცას აკეთებს და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად მტერდის კიბოს შემთხვევაში აი ამ კონუგატებმა სიმსივნისგან თავისუფალი პერიოდი გაორმაგეს რეალურად. რაც თან რთული სიმსივნეების შემთხვევაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადი რაზეც დგას თანამედროვე სიმსივნეების მკურნალობა არის 4 კომპონენტი, თუმცა ეხლა მეტი მეთოდებიც არის, რა თქმა უნდა და კიდე მეტი მეთოდები იქნება, მაგრამ აქამდე კლასიკური არის ქირურგია, რადიაცია, სისტემური თერაპია, ქიმიოთერაპია, მაგალითად ტარგეტირებული წამლები, იმუნოთერაპია და კომბინაციური სინერგია, ანუ ყველაფერი ერთად მოკლედ. ეს არის ძირითადი პრინციპები, რაც ეფუძნება თანამედროვე სიმსივნის მკურნალობა და რაც მეტი დრო გავა, კიდე ახალი მეთოდები რა თქმა უნდა დაემატება. ეხლა რა არის სიახლეები? სიახლეები რა გვაქვს? პირველი სიახლე არის, რომ Google-ის DeepMind-ი და კიდე Yale-ის უნივერსიტეტის დახმარებით ერთად მოკლედ გააკეთეს კვლევები და მოდელირება გააკეთეს ძალიან ბევრი უჯრედის რა 57 მილიონი განსხვავებული უჯრედის ანალიზი მოხდა და 4000 წამლის და შექმნეს კომბინაცია უკვე არსებული წამლების კომბინაცია შექმნეს დაბალი დოზის ინტერფერონს დაუმატეს წამალი წამალს ქვია სიმიტაზერ ტიბი და დაბალი დოზის ინტერფერონი და მოკლედ ამ კომბინაციამ ამ ორი წამლის კომბინაციამ სიმსივნეების აღმოჩენა გაზარდა 50%-ით. რაც სინამდვილეში ძალიან ნიდი რამეა, ძალიან უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი შეიძლება იყოს შემდეგ წლებში და ასე AI-ის საშუალებით, ანუ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია შეიქმნას პრეპარატები რამდენიმე კვირაში, რომელიც იქნება ეფექტური კონკრეტული სიმსივნეებისთვის. ძალიან დიდი მომავალი აქვს ამას მოკლედ, ანუ ეს ძალიან დიდი გარღვევა იყო, რაც უკვე არსებული წამლებით, ანუ საუბარი არა იმაზე, რომ რაღაც 10 წლეულები დავხარჯოთ წამლების შექმნაში, არა, შეიძლება რომ AI-მ შეარჩიოს 2 ან 3 ან რამდენიმე წამლის კომბინაცია, რომელიც ამ მომენტისთვის იქნება იდეალური, რასაც ჩვეულებრივი ადამიანი, ჩვეულებრივი მეცნიერი ვერ მოიფიქრებს, იმიტომ რომ წლები და 10 წლეულების ანალიზი, დაკვირვება, მოლეკულების შესწავლას იმხელა, ანუ რეალურად ეს არის, წარმოიდგინეთ, რომ მთელი რამდენიმე უნივერსიტეტის ლექტორები და მეცნიერები მუშაობდნენ 10 წლეულების განმავლობაში, ამას აკეთებს რამდენიმე საათის განმავლობაში AI. ანუ უზარმაზარ საქმეს აკეთებს რეალურად. მეორე მნიშვნელოვანი გარღვევა არის პანკრეასის და კოლორექტალური სიმსივნის კუთხით და ასეთი ვაქცინა შეიქმნა ELI-002-2P, ესე ქვია. და რას აკეთებს? რას მუტაცია რომელ უჯრედებსაც აქვს, მაგ უჯრედებს ქმნის ხილულს იმუნური უჯრედებისთვის. მოკლედ, იმუნიტეტს ეუბნება რა, რომ აი ეს მუტაცია რომელ უჯრედებსაც აქვს, დაარტყით იმ უჯრედებსო
და ეგ ძალიან დიდი საქმეა. რატო? იმიტომ რომ პანკრეასის კიბო არის უპრობლემესი რაღაცა, უდიდესი პრობლემაა. 12%-იანი გადარჩენა აქვს 5 წლის განმავლობაში. კოლესტეროლის სიმსივნეს ნაკლებად აგრესიულია, მაგრამ თუ კი მეოთხე სტადიაშია და უკვე გართულებულია მნიშვნელოვნად 15%-იანი გადარჩენა 5 წლის განმავლობაში. ამიტომ ეგეც დიდი პრობლემაა და ორივე შემთხვევაში, განსაკუთრებით პანკრეასი ძალიან აგრესიული კიბოა და ძალიან ძნელია მისი მკურნალობა და ამ შემთხვევაში ქირურგიის მერე ეს ვაქცინა მოკლედ თითქმის 95% პანკრეასის სიმსივნეების მიმართ იქნება ეფექტური. ძალიან დიდი საქმეა ეს და რეალურად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ეს ვაქცინაც, რომელიც პირველი ფაზის კვლევები დასრულებულია, მეორე ფაზის კვლევებია დაწყებული, 2027 წლისთვის იქნება რეალურად უკვე წელიწადნახევარში 2 წელიწადში იქნება სურათი გვეცოდინება რამდენად ეფექტურია ეს მკურნალობის მეთოდი. მესამე მნიშვნელოვანი გარღვევა არის MIT-DNM სენსორი. ეხლა ეს რა არის, რომ CRISPR ტექნოლოგიაზე დაფუძნებული არის ეს პატარა მოწყობილობა, რომელიც განსხვავებით ძვირიანი და იშვიათი და ესე ხო PCR ტესტს ვაკეთებდით და ძალიან ძვირი ღირდა და ასე სპეციალური პირობები ჭირდებოდა. მაგებიდან განსხვავებით ძალიან იაფიანი მოწყობილობა შექმნეს, მოკლედ MIT-DNM-ის სენსორი ესე ქვია. და ეს იაფიანი მოწყობილობა ძალიან წარმატებით პოულობს სიმსივნეების თუ სპეციფიური მუტაცია თუა გენეტიკური ფორმა თუა ცნობილი აი ამ სიმსივნის, ან თუ არის რომელიმე ვირუსი, ან ინფექცია თუ აქვს ადამიანს, ამ ეს პოულობს ძალიან მარტივად და ძალიან იაფად შარდით, ნერწყვით და აი ესე ასაღებათა ძალიან მარტივია, არ ჭირდება მაცივარი, არ ჭირდება არაფერი, 65 გრადუსაც უძლებს ტემპერატურა, შეიძლება რომ ეს გემით გადაიტანონ, გამოიტანონ, ანუ უმარტივესი, უპატარავესი მოწყობილობები, რომელიც ძალიან მარტივად დაადგენს ძალიან ბევრ დაავადებას. წარმოიდგინე, რომ სადაც ისეთ ადგილებში, სოფელში, მივარნილ სოფელში, რომ ექიმი სვავს დიაგნოზს შიცის, ტუბერკულოზის, ნებისმიერი ინფექციის და მათ შორის ზოგიერთი სიმსივნის კიდე. ესე ძალიან დიდი გარღვევაა. მეოთხე არის ანტისხეულ წამლის კონუგატები, შეკავშირებული ფორმები, რომელიც მკერდის კიბოს შემთხვევაშია განსაკუთრებით ეფექტური და შეიძლება დაინერგოს როგორც ახალი ოქროს სტანდარტი მკურნალობის, განსაკუთრებით იმ სიმსივნეებში, რომლებსაც არის HER მუტაცია, სუსტად გამოხატული და HER2 მუტაციით და სამმაგი ნეგატიური სიმსივნეები, ესე ქვია, ან ტრიპლ ნეგატივ, რაც ძალიან ძნელი სამკურნალო, ანუ ეს არის მკერდის კიბოს ფორმები, რომელიც არის ძნელი სამკურნალო რეალურად და რომელსაც აქვს მკურნალობის მერე რეციდივები, ან ბრუნდება, დაავადება. შესაბამისად, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ახალი კონუგატის წამლების, შეკავშირებული წამლის შექმნის ფორმა, რომელმაც რეალურად სიმსივნის პროგრესიის გარეშე გადარჩენა გააორმაგა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. და მეხუთე გარღვევა დიდი არის მოდერნა და მერკის, ეს ფარმაცევტული კომპანიებია, რომელმაც შექმნეს mRNA ვაქცინა, mRNA-ზე დაფუძნებული ვაქცინები. ეს პერსონალიზებული მედიცინის ნაწილია ეს და ამ ვაქცინას ქვია mRNA 41-47. ეს ვაქცინა, ამ შემთხვევაში საუბარია მელანომაზე, მაგალითად, და მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნეს, იმუნურ სისტემას ასწავლის, რომ ებრძოლოს სიმსივნეს და ეს არა მარტო მელანომას, არამედ თითქმის ყველა სიმსივნის მიმართ მიმდინარეობს ამაზე კვლევები. ფილტვების, თირკმელების, მსხვილი ნაწლავის, ყველა სიმსივნის მიმართ შეიძლება
აი ამ mRNA-ის ვაქცინის გამოყენება, რომელიც რეალურად მარტივი აზრი ეს არის, რომ შეისწავლის სიმსივნის უნიკალობას, აი ამ კონკრეტული ადამიანის კონკრეტულ სიმსივნეს და ამ უნიკალურ კომბინაციაზე დაფუძნებით შეიქმნება ვაქცინა, რომელიც მონიშნავს აი ამ სიმსივნურ უჯრედებს და იმუნური სისტემა თვითონ განადგურებს მერე. ანუ ძალიან კარგი წარმოუდგენლად კარგი მეთოდია რეალურად, რაც კი შეიძლება რომ კაცობრიობაში გამოვიყენოთ და ძალიან დიდი მომავალი აქვს ამას. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია სამუშაო. მთავარი არის ის, რომ სიმსივნე, რომელიც არის უხილავი ჩვენი იმუნური სისტემისთვის, ეს გავხადოთ ხილული, ეგ არის ყველაზე დიდი დარტყმა რეალურად, დანარჩენს უკვე ორგანიზმი გააკეთებს. და ასე ძალიან მარტივად არის შესაძლებელი, რომ მარტივი პროცესი არ არის მარტივი, მაგრამ თუ გაკეთდა, შემდეგ უკვე მარტივი იქნება ყველაფერი და შესაძლებელია სრულიად, რომ აი სიმსივნის დაავადებული ადამიანები, მათ შორის მესამე-მეოთხე სტადიათი, იცხოვრონ თითქმის მთელი ცხოვრება, ან მთელი ცხოვრება, რაც უნდა ეცხოვრათ უპრობლემოდ. პრობლემები არის, რა თქმა უნდა, მუტაციები, ის რომ რეზისტენტობა მკურნალობის, ის რომ რაღაც დროის მერე ისევ ბრუნდება სიმსივნე. პრობლემები არის, მაგრამ ჩვენ უნდა ამ პრობლემების წინააღმდეგ ვიბრძოლოთ. სიმსივნეები განსაკუთრებით 60 წლის ზევით, განსაკუთრებით დიდი პრობლემა. ახალგაზრდებშიც არის, არ არის ეგ. არის ფიქრობთ, რომ ახალგაზრდებს არ ემართებათ, იმ ყველა ასაკისას ემართება, უბრალოდ 60 წლის ზევით უფრო ხშირია და ზოგი და ის არის რა თქმა უნდა, რომ ადამიანებს ხო, აი თქვა თუნდაც რომ 60 ძლდება ადამიანი, იმისთვის რომ 15 წელი გაუხანგრძლივო სიცოცხლე თვეების ნაცვლად, ეს უზარმაზარი რამეა, შვილიშვილებს მოესწრება იმას, ცხოვრების რაღაც გეგმებს გააკეთებს. ანუ ესეც დიდი საქმეა, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ზოგჯერ გვეცოტავება ხოლმე, რომ თქვათ 10 თვის ნაცვლად 10 წელი ცოტა არ არის ცოტა. ეგეც დიდი მიღწევაა. რა თქმა უნდა, ბოლო მიზანი უნდა იყოს ის, რომ ის ჯამში ადამიანმა იცოცხლოს ძალიან დიდხანს დაავადებების გარეშე. ეგ არის საუკეთესო, რაც შეიძლება. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.